ძალიან საინტერესო რჩევებს მივცემთ ჩვენს მაყურებლებს, რადგან უკვე დაგაზაფხული, უკვე დაწყა ნამდვილად და აქედან გამომდინარე, უკვე დრო არის რომ შევარჩიოთ ჩვენთვის საზაფხულო კოსტიუმები, ასე რომ თქვა და ვინ თუ არა, ჩვენ ძვირფას ნინა ოთარაშვილი გვირჩევს ახლა ჩვენ, როგორი არის ტენდენციები, რა ტრენდები არის, როგორ შევარჩიოთ სწორად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შუა დღემშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და დღეს ცოტა განსხვავებულ რჩევებს მივცემ. ლაშე შენ არ ხარ ხოლმე ჩვენთან ერთად სამშაბათს და მე უფრო სახლურ რჩევებს ვაძლევ ხოლმე ჩვენს ტელემაყურებელს და დღეს განსხვავებული თემა მოგიმზადეთ. როგორი საცურაო კოსტიუმებია მოდაში 2025 წელს, როგორც ვიცით უკვე დათვა, თაკო, მარიამ და საინტერესოა თქვენ უკვე თუ შეარჩიეთ დღეს განსაკუთრებულად ქალი საცურაო კოსტიუმებზე საუბრობთ და საინტერესოა თქვენ თუ შეარჩიეთ უკვე. ლაშა, მე მგონი შენ თუნდა დავიწყე. შეარჩია უკვე? მე ერთიანს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. თლიანს. ხო. გასაგებია. ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი და რომ ვიცოდეთ. თაკო, შენ თუ შეარჩიე უკვე? კი, მე მიყვარს მთლიანი საცურაო კოსტიუმები, ძალიან მომწონს, მაგრამ არა მხოლოდ. ამ შემთხვევაში ვერცხლის ფერზე გავაკეთე არჩევანი და ასევე მთლიანი ერთი ძალიან ლამაზი ფერის კოსტიუმი შევარჩიე და ნახოთ თავს იმედია მოვიწონებს აბსოლუტურად. საინტერესოა თუ ჩაჯექი მოდის ტენდენციებში, რაც ლევანდელ წელს არის. შენი მოსმენის პარალელურად აუცილებლად. მე ეჭვება თქვენ რამე მოირგოთ და ტენდენციებში ვერ ჩაჯდეთ, მაგრამ მაინც კომენტებში ვერავინ ვერ აჯობებს როგორც ხედავ. არა, რაც არის იმას ვამბობთ. ხო, ჩახლაშა, კარგი. და მითხარე, ახლა როგორი ტენდენციები შეინიშნება წელს? კი ბატონო, რაც მეტი მით უკეთესი, საკმაოდ უცნაური დევიზი აქვს წლევანდელი სანაპიროს მოდის მთავარი, ესე ვთქვათ, სლოგანი სწორედ ეს არის, როგორც გაირკვა. ლაშა, როგორც გაირკვა, წელს მოდაში მთლიანი საცურაო კოსტიუმები იქნება და შენი აზრი რომ ნამდვილად დახვეწილია და ესე ვთქვათ, ელეგანტური მთლიანი საცურაო კოსტიუმი წელსაც გამართ და ნამდვილად. კიდე როდის ვიძახდი მე ამას და როგორც იქნა დავიდა მათ. ნამდვილად. და მსგავსი ტიპის სამოსი დაგეხმარებათ ამ ზაფხულს თავი ელეგანტურად და ლამაზად იგრძნოთ. ახლა უკვე გადავიდეთ კონკრეტულ ესე თქვა ტიპებზე, რა არის მოდაში და მარიამ წელს მოდაში არის ყვავილების პრინტები და აპლიკაციები. შენ თუ მოგწონს ხოლმე? ნამდვილად? აპლიკაციები, ანუ აი სხვადასხვა პრინტები, სხვადასხვა არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა სხვადასხვა ცხოველების პრინტები, მაგალითად ლეოპარდის პრინტები არის ძალიან აქტუალური, ზებრა პრინტები არის ძალიან აქტუალური და ესეთი ყვავილები არის. მე პირადად ხო, საცურაო კოსტიუმის შემთხვევაში დიდად პრინტებს არ ვიყენებ ხოლმე, თუმცა წვრილი წინწკალი ყვავილებით მე მომწონს და. კი, ნამდვილად ძალიან ლამაზია, კაშკაშა ტროპიკული პრინტებიდან დაწყებული შთამბეჭდავი 3D ეფექტებით დამთავრებული, აქტუალურია. დიდი და პატარა აპლიკაციები და მასთან ერთად პაწაწინა ყვავილების ნიმუშებიც. აირჩიეთ ისეთი პრინტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა თქვენს განწყობას აამაღლებს, როცა შეხედავთ, რომ მოგინდეთ სანაპიროზე გასვლა და რუჯის მიღება. აი, ამიმაღლდა განწყობა ყველაფერს დანახვის პარალელურად. გეტყვით, რომ პრინტებიანი საცურაო კოსტიუმები ვიზუალურად აამკრივებს თქვენს ფიგურას და უფრო კარგად გამოკვეთს სილუეტს და ნამზეურიც უფრო ლამაზად გამოჩნდება. აბსოლუტურად, ბევრად უფრო ეფექტური არის, როდესაც პრინტებიანი არის, თვალშიც ხვდება და ძალიან ისეთი ლამაზი მოსარგებლე პრინტებიანი გჭირდება. კი ბატონო. ნამდვილად ძალიან დახვეწილია. გადავიდეთ უკვე შემდეგ, ესე ვთქვათ, მოდაში რაც არის წელს, ეს არის ბოჰოს ესთეტიკა. თუ გაგიგია, მარიამ? ეს არის მარიამ. საყვარელი ესთეტიკა. თან მე რო გადამითარგმნოთ ხოლმე ჩემენაზე, რას ნიშნავს? ლაშე, შენ გაგიგია? ჩემენაზე მითხარით, ისე ადამიანურ გასაგებენაზე და მე აი შეგიძლია დააკვირდე, გადის ეკრანზე. ცოტა განსხვავებულია. ეს არის თანამედროვე სილუეტები, ვინტაჟური პრინტებით. ეს უფრო 70-იან წლებში იყო ლაშა მოდაში, უფრო ხელით შეღებილი ქსოვილები, ნაქსოვი დეკორი და ასევე ბუნებით შთაგონებული ფერთა პალიტრით გამოირჩევა. და ეს არის ნამდვილად ბოჰო სტილი, რომელიც 2025 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმდინარეობად იქცა. კი, ნამდვილად ელეგანტურია, ასევე მსუბუქი, ჰაეროვანი და რაც მთავარია, ხდება ყველაფერს, რაც კურორტისან სანაპიროს გარდერობისთვის გვაქვს შერჩეული.
და ახლა უნდა გადავიდეთ სეზონის მთავარ ფერზე. ეს არის სეზონის მთავარი ფერი, არა მხოლოდ საცურაო კოსტიუმებში, არამედ სრულიად მოდის სამყარო მოიცვა ამ თემამ. აბა გისმენთ. ლაშე შენ თუ იცი რომელ ფერზეა საუბარი? წარმოდგენა არ მაქვს. აი მოიმზადე. ტექსტი ჩავიხედე, მაგრამ აღარ ვთქვი. დაახლოებით შენი აზრით რა ფერია ახლა რა კადრიც გადის ეკრანზე დაახლოებით შენთვის აი როგორ მოიხსენიებდი ამ ფერს? საკითხული მაქვს უკვე და ეს ფაქტია. ვეღარ მოგვეტყვევ. ჩაიჭიდა უკვე სცენარში. არაქის ფერი წერია, მაგრამ არ არის შენთვის ფერი, მე უკვე მზის ფერს ვეძახი. გააჩნია პროცენტულობას ალბათ, იმიტომ რომ ყველა კარაქი არ არის ფერი არ არის. უნდა დავკონკრეტეთ, მაგრამ 20%-იანი კარაქის ფერი. აი ნახე კვების ინდუსტრიაში რო კარგად გარკვეული და გაცვით უფრო ჭამარობა გვარს მე მგონი. როგორ გეტყობა? მეც აი სწორედ ამიტომ არ ვეძახი ხოლმე კარაქის ფერს. ასე მოიხსენიება კარაქის ფერი ყვითელი, სწორედ ეს არის წლევანდელი, ასე ვთქვათ, მთავარი ტრენდული ფერი. ეს ფერი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღია ჩანდეს, ნებისმიერი კანის ტონს მოუხდება, ხოლო ნამზეურთან დუეტში ნამდვილად საოცრებებს ახდენს და უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ძალიან უხდება ყავისფერ ფერს და ბევრ განსხვავებულ ფერს ცის ფერსაც დამეთანხმები. ვარდისფერთან არის არაჩვეულებრივი ეს ფერი. ოღონდ მსგავსი ტონალობის ვარდისფერი უნდა იყოს უფრო პასტელის ფერიდან არაჩვეულებრივი. აი ბოხო წარმოვიდგინე. კარაქის ფერი ცოტა ვარდისფერი. მე მგონი მოხიბლულია ბოხოთი ვაშ. შემდეგი ტრენდიც რომ გაგვიზიარო. შემდეგი არის ზღვისფერი ტონები. ზაფხულის სეზონზე ზღვისელფერი წლევანდელი ტრენდი იქნება. ეს ფერი ასოცირდება ნამდვილად სისუფთავესთან, თავისუფლებასთან და მდგრადობასთან. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ფერის საცურაო კოსტიუმი 2025 წელს ძალიან მოდური იქნება და თქვენს ნამზეურსაც კარგად გამოკვეთს. მე ვურჩევდი, რომ უფრო კარგ ნამზეურს რომ მიიღებენ, შემდეგ უფრო ლამაზი ჩანს ხოლმე მსგავსი ტიპის საცურაო კოსტიუმები. მარიამ, გადავიდეთ შემდეგ, ესე ვთქვათ, ტრენდზე, ეს არის ნატურალური ტონები. ასევე აქტუალური იქნება. ხო, დღესაც წარმოდგენილი ხარ კრემისფერ კაბაში და კრემისფერი და ყავისფერი ტონალობების მქონე საცურაო კოსტიუმები წელსაც აქტუალურია. ნეიტრალური ფერის საშუალებას გვაძლევს ყველას, რომ უფრო მეტად დავტვირთოთ ჩვენი საცურაო კოსტიუმი მეტალის დეტალებით და კი ბატონო და უფრო თამამები ვიყოთ. შეხედე ნახე როგორ ლამაზია მოჭრილი არის. კი, ნამდვილად ძალიან უცხო. აი შევარით მეთან ვარჩევ როგორ ვთქვათ. წელს გავსი 60-იც აქტუალურია, როგორც ვიცით, მეტალის დეტალებით და შეგვიძლია რომ თხელ-ნაქსოვი ტექსტურად მოუხდინოთ შემოსაცმელად, რომელზეც ასევე ვისაუბრებ დღეს. ასევე ერთ-ერთი აქტუალური ფერი იყო, ლაშა ალბათ შენ ძალიან გაინტერესებს ბორდოს ფერი, ესე ვთქვათ, საცურაო კოსტიუმები და ასევე ტანის სამოსი. გეტყვით რომ ეს ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, ფერია წლევანდელი ყავისფერთან ერთად. ამ ფერს ხვდებოდით როგორც ტანის სამოში, ასევე აქსესუარებში და არც ზაფხულში გადავა ეს ფერი მოდიდან და ხშირად შეხვდებით საცურაო კოსტიუმებშიც. ბორდოს ფერი თქვენს ლუკს დახვეწილ იერს მისცემს და კიდევ უფრო კარგად გამოკვეთს სილუეტს. ასევე მოდაში არის მაღალი წელის ქვედა ნაწილი საცურაო კოსტიუმის, როგორც ვიცით 2025 წელს ასევე აქტუალური იქნება მაღალი წელის ქვედა ნაწილის მქონე საცურაო კოსტიუმები. მსგავსი ტიპის სამოსი საშუალებას მოგცემთ თქვენი ფიგურა კიდევ უფრო გამოკვეთოთ. უნდა აღვნიშნო აქვე რომ ეს მსგავსი ტიპის საცურაო კოსტიუმი ძველი ჰოლივუდური სტილშია და უნდა აღვნიშნოს რომ არის დახვეწილი და კომფორტული. აი ესეთი იყო ჩემი, ესე ვთქვათ, რჩევები ზაფხულთან დაკავშირებით, რომელიც გამოდგება ჩვენს ტელემაყურებელსაც და თქვენს იმედია. ავითვალისწინებთ, მაგრამ ლაშას წყალი უნდა მივაწოდოთ, გაგრილება სჭირდება, ხო, ამ ამბების პარალელურად. მართალი ხარ. გასაკუთრებით, ხო, ბოჰოს მოგეწონა შენ ყველაზე მეტად. ძალიან დიდი მადლობა, მეც ვეცდები რომ რაღაცნაირად ფერებით მაინც აუწყობ ხე, მხოლოდ ბოჰოთი წარმოდგენილი ვერ ვიქნები, ბოდიშ მოვიქცე. მაგრამ მგონია რომ კარაქის ფერი ძალიან კარაქის ფერს კი ბატონო, დავტესტავ აუცილებლად. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს. მობილის დინამელა კი ბატონო, გადავიდეთ საქმეზე. წყალიმთის. კი ბატონო. კალზევსაუბრობთ. მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობის შესახებ ჩვენ უკვე ვიცით, წყალიმთის ბრენდსა და საფეხბურთო კლუბ პარის სენ-ჟერმენს შორის სულ რამდენიმე თვის წინ დაანონსდა ეს ყველაფერი. პარტნიორობა, რომელმაც ორი ბრენდი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა, მომხმარებელს ახალ ექსკლუზიურ გამოცდილებას თავაზობს. ეს არის ლიმიტირებული რაოდენობის ბოთლი, წყალიმთის და პარის სენ-ჟერმენის ერთობლივი ლოგოთი, ამიტომ ვისაც
გსურთ ამ პროდუქტის შეძენა, უნდა იჩქაროთ. მე ერთ წელი უკვე წავიღე გუშინ ჩუმად სახლში, დღეს მეორე წელს წავიღებ და თუ ვინმე ვერ მიუსწარით ერთ წელს დაგითხოვთ. გემრიელად მიირთვით. ჩვენი ურთიერთობის განკუთვნილი დრო ამასობაში ამოიწურა მაყურებელს აქვე მშვიდობებით, მაგრამ ხვალ პარასკევია, დღე რომელიც გამორჩეულად გვიყვარს ყველას. ლიკუნა კვარაცხელია შემოგვიერთდება, სხვათა შორის აქვე გეტყვით ინფორმაციას, რომ გემრიელ ნაყინებს მოვამზადებ და მაყურებელს რეცეპტს აუცილებლად გაუზიარებ და რა თქმა უნდა ეს ამისთვის გეუბნები. ყველა აუცილებლად იქნება ვაშა ჩვენთან ერთად და ასტროლოგია მიხეილ საგარელი, მოკლედ ყველაფერი იმისთვის, რომ პარასკევი დღეს ჩვენთან ერთად გაატაროთ.